ესპანეთში კორუფციული სკანდალი გრძელდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ძმა დავით სანჩესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დაადანაშაულეს და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 9 წლით აუკრძალეს. ის 2017 წლიდან ბადახოსის პროვინციაში კულტურის მიმართულებით არსებულ მაღალ თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, ამ რეგიონში მუსიკალური კონსერვატორიების ზედამხედველობა ევალებოდა. ბადახოსის სასამართლო ადგენს, რომ ეს თანამდებობა შეიქმნა არა საზოგადოების საჭიროებებიდან, არამედ დავით სანჩესის პირადი ინტერესებისა და მთავრობასთან მისი სიახლოვიდან გამომდინარე. დავით სანჩეს გავლენებით ვაჭრობასაც ედავებიან. მიუხედავად მძიმე მუხლებისა, ესპანეთის მთავრობა მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ჩვენ გვაქვს ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გვჯერა, რომ სასამართლოს შემდგომ ინსტანციებში დავით სანჩესის უდანაშაულობა დადასტურდება. ჩვენ ამას გვჯერა. 14 ივლისს ესპანური სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს განაჩენი დამატებითი მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ოჯახის ირგვლივ არსებულ კორუფციულ სკანდალში. ბოლო პერიოდში სანჩესის მთავრობის ახლო გარემოცვა არაერთი გამოძიების წინაშე დადგა. მის თანაშემწეს გასულ თვეს თავისუფლების 24 წლით აღკვეთაც კი შეეფარდა. თავად მთავრობის მეთაური ბრალდებებს უარყოფს. ამ ყველაფერს ის პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიად აფასებს, რომლის უკანაც სოციალისტი პრემიერი ოპონენტებს ხედავს ულტრამემარჯვენე ფრთიდან.